როცა პირველად ამ პროდუქტის შესახებ შევიტყვე, ზუსტად ვიცოდი, რომ აუცილებლად მექნებოდა. პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ინტერესი მაქვს, რა პროდუქტებს მივირთმევთ მე და ჩემი ოჯახი, რა პროდუქტებს მივირთმევენ ჩემი შვილები, პატარები, ხო და ახლა ერთად გავხსნათ, ჯერ ვნახოთ, როგორ გამოიყურება ნიტრატების ტესტერი, რომელიც ახლა ხელში მიჭირავს და შემდეგ შევამოწმოთ მისი შესაძლებლობები. ველოდებით. მე მგონი იდეალური პორტუხალი მაქვს ნაყიდი. ჩავარჭოთ. მოდით ახლა შევამოწმოთ ბადრიჯანი. აშკარად მაღალი მაჩვენებელი აქვს ნიტრატების ჩვენს ბადრიჯანს. იდეალური. უნიტრატო სტაფილო გვაქვს. ამჯერად ხახვი შევამოწმოთ. ბანანის კარგი ხარისხის გვაქვს. საინტერესოა, რა შედეგი გვექნება პომიდორზე. თუ რაიმე ხილბოსტნეული მქონდა სახლში, ფაქტობრივად ყველაფერი შევამოწმე. კმაყოფილი ვარ, ძირითად შემთხვევაში დაბალი ნიტრატების დონე გქონდა, ფაქტობრივად არ გქონდა, რასაც ვიტყოდი ბადრიჯანზე, მაგრამ ეს არაფერი. შემდეგზე აუცილებლად წავიყოლებ ჩემს green tests ბაზარში თუ მაღაზიაში და აუცილებლად მოვსინჯოთ და დავტესტოთ ხორცზე, თევზზე, წყალზე და სხვა პროდუქტებზე.